ეს ისტორია მაგ არავისთვის მოყოლი. მართლა. ბოდიში პროჭი გადაცემების იქით იწერება. სითბო ფეხებში ჩამოდისო? აუ ბიჭო, შეხوار რამე ზივართ ამას ყურებს უზილა და ეს დედამოწყნული კიდე არ ხიზლდება ბიჭო იმენა. ანუ პარტიაში იყო თუ ბაზრობაზე? ლილო. აუ, ჩემი ტიპია, პროჭი არის, ჩემი. ლეზე დაიგინე. მე მუთკა ხელში. ლეზე დაიგინე, აი აქ დაამთავრე ისტორია. რას გინდა ეხლა? ხოდა, შენ ბიჭო შეხوار აქ. შეგალე ხوار აქ ბიჭო. Shame. ახე, აბა. დავიწყეთ. არც გავხედავ საერთოდ რა გააკეთა, არც დავინტერესდები. გამარჯობა კორეგებო. დაუბრუნდით დაუბრუნდით საშეიმო ისტორიების მეორე ეპიზოდიდან. პირველმა კარგად ჩაიარა. მივხვდით რომ ეს კონტენტი უნდა გავაგრძელოთ რა, შეუძლებელია. შეიძლება კომენტარები წავიკითხეთ და მივხვდით რომ ჩვენ ვართ ოქტოპუსის ზამენა. კი. გამარჯობა ქორო. ქოროდიშა? რატო? და წოტრე. ჩამოვართ. მოგესალმებით. რაღაცა ქორო. ოქტოპუსის ზამენა ისევ ადგილზეა. თუ გინდათ რომ შემდეგ გადაცემაში სხვებიც დაგვეყოლება, აუცილებლად სტუმრებიც კომენტარებში დაგვიწერეთ ვინ გინდათ რომ სტუმარი აი აქ შუაში ერთი კაცი პლეიოს დავიბატოთ. აქ დაეტევა ვინმე? ნუ ხო არის ვინმე გავხტარი თუ შეიძლება. ხო, რა გამხდრები რო ავარჩიო. ცოტნე დაგენძრა. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და შეარეთ, ზარის ღილაკს დააჭირეთ ყველაფერი კენით იმისთვის რომ ჩვენ ეს 4-ეული და არა მარტო ჩვენ 4-ეული ძალიან პოპულარულები გავხდეთ. ვაუ. ამიერკავკასიის დონეზე. კარგი, გვინა ამზად რომ ისტორია დაიწყოს. მე. ეგრევე დავიწყოთ ისტორიით. სანამ ისტორიით დავიწყებ შევახსენოთ რომ ჯერ სპონსორი არ არის არხზე. სპონსორი ჯერ კიდევ არ. აი წინაზე რაღაც პირობა დავდეთ რომ ეს იქნება. შენ ანდრო შენ თქვი ცოტა სულელურად ეს არის პირველი გადაცემა სადაც სპონსორი არის. შენს დააფიქსირე ხო ეგ? ხო, მე უნდა მეთქვა რომ ეს არის დააფიქსირე, მაგრამ ეს არის უკანასკნელი მეორე და უკანასკნელი მეორე და უკანასკნელი გადაცემა, სადაც სპონსორი არ ყავს. იმედი გვაქვს. ეს ისტორია მაგ არავისთვის მოყოლი. მართლა. ეს არის იმენა ის გადაცემა, სადაც ეს ისტორია უნდა სხვაგან ვერ მოყვებოდი ამას რა. ანუ ხო და 90-იანები ვართ ხო ყველა აქედან. კი რა. მე ხო და ანუ კარგად მიხვდებით, რასაც მოყვები რა. ვინც 90-იან არის, იმასაც აუხსნი რომ რა ხდებოდა 90-იანებში, რომ აი გასართობი ჩვენ იყო რაღაც ფეხბურთი უბანში. ანუ PlayStation-ი არ იყო, PlayStation-ი ქონდა უბანში ერთ კაცს, ჩემთან. მეტი ვაფშე არავის არ ქონდა. მანქანა ყავდა ორ ადამიანს, მართლა, მეტი არავის ანუ კოტების ხზე ვარ, თაწმინდაზე გაზრდილი და მანქანა იყო ორ ადამიანს ყავდა. იმათაც თავიანთი ფარეხები ყავდა, იქაჩერებდნენ და გარეთ ფეხბურთს თამაშობდნენ. რა ყავდათ? ფარეხები ჰქონდათ. ხო და ანუ გარეთ თამაშობდით ფეხბურთს, ანუ ქვებს ვალაგებდით და ანუ აღმართი კი იყო, მაგრამ აღმართში ფეხბურთს თამაშობდით და ერთობოდა შვიდქვაობანა, დაჭერობანა, რაღაც წრეში ბურთი და ანუ გარეთ თამაშობდით ყველაფერს. ერთი გასართობიც სახშიც იყო გასართობი. ერთადერთს ქონდა მართლა PlayStation-ი, ძმები იყვნენ რა, ჩვენთან ერთადერთს ქონდა ვისაც PlayStation-ი ქონდა. ცოტა შეძლებული ოჯახი იყო ცოტა და ანუ ისინი სადაც გარეთ არ გამოდიოდნენ, ცოტა შენს ზემოთ არ გიშვებდნენ იმასთან, იმიტომ რომ ერთი რო ადიოდა, ერთ 5 კაცი ავდიოდით, მე 5 კაცი იქრჩებოდი, მე ხა საჭმელიც ხომ უნდა გაეკეთებინა შენთვის რაღაც პონჩი, იმათ რო აჭმევდნენ შენს ხომ უნდა გეჭამა. ამიტომ საჭმელი კიდე არ იყო. მაგრამ თავად ეგეთი შეძლებული ოჯახიც არ იყო რა, მაქსიმუმ. ხო, რა ხა 8 ბავშვისთვის საჭმელი ყავდა და ჩვენც არ გვიშვებდნენ ხა თან იმასთან, ჩვენთან ძალიან დიდად მეგობრობა არ ქონდა, ანუ კი ძმაკაცობდით, მაგრამ ზემოთ იმას სახში არ ქონდა მისასვლელი რა. იმათთან ავდიოდით, აი თუ ეში კვირაში ერთხელ შეიძლება. ხო, რა შეიძლება გაგვერისყა, ანუ ამათთან ვერ ავდიოდით ახლა, ამიტომ გასართობი იყო ჩვენი ქუჩაში. და გახსოვთ ერთი პერიოდი რომ შემოვიდა იარაღები რო იყო იმებს რო ისვენ. აი როგორ არა სკოლაში დავდიოდი. ეს ეხა მაგითაურს. ხო. დაგვანახე. მანდაც ხო მუღამი იყო რა. კენჭი იმაში არის ხლება როგორ გვაქვს. გარდახევარი ღირ და ცოტა ბანძი იყო, თეთრი იყო, სმიტვესონით რაღაცა იყო. ვერცხლისფერი, მალე ფუჭდებოდა და მაგას პროჟინას რო გაუწელავდი ისრო და რაშვებოდა, იცი ბიჭო, მაგალითად. ხო, რაღაცა იმას დაშლიდი პროჟინას წელავდი. რაღაცები გაგეწელა რა. კიდე იყო კოლტი იყო შავი, ეგრე და 5 ლარი.
აუ ვიცი ეგეც და იყო აი რაღაც შუშას რო ამტრევდა და რაღაც აი ძალიან ეგ მაგამდე ვერ მივდიოდა, ეგ ძალიან ძვირი ყიდა. შუშამდე ახლოს ვერ მიდიოდა. არ შე და ჩვენ თამაშობდით როგორ იცი? რატო თამაშობდით მაგას და როგორ ხელს არავინ არ გვიშლიდა, ვიცი? უბანზე, ანუ ზედა კოტემესში, ზედა უბანი, ქვედა უბანზე თამაშობდით, ქვედა კოტემესში თამაშობდით. ერთმანეთს ესე ჯერ ქვემოთ ჩავდიოდით, ვესწროდით, ისინი ამოდიოდნენ გვესწროდნენ. ანუ თოფიდან ბოთომი ხო? ანუ რამხელა შარიკებს როგორ გადავრჩით, მართლა არ ამის. ანუ ვიღაცას თვალში როგორ არ მოხვდა. მერე ხო გამოვიდა ის რა ქვე ვინჩესტერები და რაღაც და იმენა ის იყო. თავიდან ანუ გადარჩენილი თაობა ვართ რა, არავინ არ დაზარალებულა ჩვენ უბანში მაგ ყველაფრით რა. რამხელა შარიკი იყო ეგ მოხვდა. ხო, შარიკი ხედრონდეს ის და ხოლმე შარიკი. ბიჭო, გრანატებს ის როდენ პოზიციონებ. ხოლმე შარიკი და რა დაზიანებულა ვარ. გვერდზე ვიღაცა კალაშნიკოვს ატარებდა და ვადო. ერთ-ერთი ჩასვლა, მე რაღაცა ერთი კვირა საჭმელი არ მიჭამია და ეს 5 ლარიანი ვიყიდე რა. მართლა სკოლაში რასაც ფულს მატავდნენ ერთი კვირის განმავლობაში. შენ ახლა იძახი თუ წარსულში. არა, ეხლა არა. PlayStation-ის სათამაშოდ ადიოდა საჭმელად. საჭმელად და ფულს აგროვდა. როგორი ერთი კვირა როგორი ფული შევინახე იცი რომ ეს კოლტი შავი რა მეყიდა რა, რომ იქ ძალიან მაგრა ისროდა რა და ეს კოლტი დავითრიე რა და ერთ-ერთი ჩასვაა რა, დაბლა რა, ამ ქვედა უბანზე ჩავდივართ რა, ვისვრით და ანუ იმაში ვარ რა, ვიმალები სადღაც ერთ-ერთ ბოძის უკან რა. სანგარში დგავარდა და იმიტომ რომ ამოთხარა ვიღაც ხედა. ხო იცი რომ გადმოვედი და იმაში რა მატრიცაში ვარ ხო ეს რო იარასადებს რომ ვიღაცა სოთავზე ადებს ხო შევთხოვით ეს გადმოწია და დავშვია რა ანუ მე ვარ მაშინ ალბათ 8 წლის და ეს არის 2 თვის 6 წელი სადაც 6 დედა საჭმელს ვიღაცა და თავზე ადებს შედა ბოცა ბოჟდა დედა შიერი ერთი კვირის მე მინდა ოშეჭება სუზუს გაუში ჩემია ხო და არა მე ვარ 9 სადაც 9-10 ვარ და ეს არის 6 ნუ უმატებ შეიძლება წეყა 8 როგორ იხარ ვიდან 9-10 6-7 იყო ეს და მე 3 წელი დიდი ვიყავი რა და 6-7 წლის იყო ეს ბავშვი და გარს დავადე რა და გამოკარი რა და მოხდა იმენა აქ რა და ანუ სათვალები ეკეთა და მე რა გქონდი why you shooting to me არა იმასაც ნიკა ქვია ალბათ რა ნიკოს ერქვა რა ეგრეთ აუ შეჩემა იმ ხელს მასის ტყვია რო გაარტყია დავადე და გამყარი და იმენა აქ მოხდა რა და დაიწყო ტირილი რა და რომ დაიწყო ტირილი ხა გავჩერდით რაღაც მივედი აბა რა გჭირს აბა როგორ ხარ რაღაცა და რაღაც დაუმეგობრდი კონტროლკაზე და ცოცხალი რო იყო რო ტიროდა და ეგრე დაუმეგობრდი ამ ბავშვს რა ამ ნიკუშას დაუმეგობრდი რომ ძალიან არ გინდოდა მაგრამ მოვა დაგჭირდა დაუმეგობრდი რაღაცა და აღმოჩნდა რომ ამ ნიკუშასაც აქვს სონი ოპა ხო და ამ ნიკუშასაც სონი აქვს და ეხა სონი აქვს და მე მაგრა მევასება თამაშები რა აი გიჟდე და ანუ დამიმეგობრდა ესეც და 1-2 ჯერ ჩავედი ამასთან სახში რაღაცა ბოლომდ მაგარი სტრანი იყო ბიჭო ერთი ჯოისტიკი ქონდა რა მეორე რატომღაც არ ქონდა რა გაფუჭებული ქონდა და უყურებდი ეს როგორ თამაშობდა რა ან შენ ისრებს აწამოდი მე ისე სონეზე მივასებოდა თამაში რა არმა თამაში ანუ მე უყურებდი პატარას ამას როგორ თვითონ თამაშობდა და მე მაყოფილი ვიყავი რა რას გათამაშებდა შეჭება წინაკვირას კი რა მოკალი შეჭ ხო და მე ჩავდიოდი ოღონდ რაღაცებს თამაშობდა და უყურებდი რა ხო და ერთ-ერთი ესეთი ჩასვლა და ეგეთ თამაში იყო თუ სწორად ვამბობ არ ვიცი ძუკნუკენი გაუსწორდა ძუკნუკენი ძუკნუკენი ხო და ძალიან მაგარი თამაში იყო რა ხო ხახსავს რაღაც მოყიღოდა რა Balls of Steel და რაღაცებს იძახდა რა Balls of Steel ბიჭო მე ხო ვიცი რომ ზემოთ ახლა ჩემს მაკაცს აქვს თამაში კი არა PlayStation-ი რა ხო და აქ ვერ ვთამაშობ კი ჩავდივარ და უყურებ მაგრამ ვერ ვთამაშობ რა და ამას აქ ბევრი თამაშები და მათ შორის აქ ეს ძუკნუკები რომელზეც აი გარ შემიჭამდა ლაპა ძუკნუკენია თუ ძუკნუკენი
ის რატო არ ვიცი, სოდნი მაგრამ ანუ ეს ჩადის და ანუ ეს იყო სტრიმერობის ანუ ერთ-ერთი ანუ ხო ზის ხალხი და უყურებს სტრიმერებს როგორც თამაშობენ. სტრიმი არ იყო შეჭ. ხო და არ იყო და პირველი იყავი შენ ლაივ სტრიმერი ვიყავი. ლაივში იყო. ხო და ის გაიზარდა PewDiePie. ერთი მაყურებელი, ორი მაყო დედამისი ჩემოდიოდა ხოლმე და ორი უყურებდი. ის გადიოდა შემოდიოდა ანუ ორი რამე ხო არა იქაც მაჭმევდნენ ეხა ეგრე არა. ორი ხო ამაზე ვაპარაკავთ ამ ზუკუნკემზე აი მაგრა გვევასება და ამას აღმოჩნე რომ აქვს რა ეს დისკი რა და ბიჭო მესამე მეოთხე ჩასვლა უკვე რაღაცა ოპა ეს დისკი ახლოს დევს ზა ჩემთან რაღაც ახლოს მოიწია ჩემთან რა და ეს მაგარი გართულია და იმ პერიოდში როცა ორი არ იყო ლაივ მაყურებელი და ერთი იყო ლაივ მაყურებელი რა შენ მარტო მე რო ვიყავი დედამისი გავიდა კარჩე ამ დისკს ანუ თან იმაში იდო რა ჩასადებში თავის და ეს ჩასადები გავწია ეს მარტო დისკი ამოვიღე და ამაში ამოვიდე რა ბოდიში პროჭი გადაცემების იქით იწერება პროჭი ჯერ სათხარ მიხვდებით პროჭი ვიდა მოკლედ ჩავიდე ეს ისა და ჯერ ვზივა რა ანუ მაგარი როგორი ოფლი გამდის ხო ხვდები ხა რა პონჩი ერთი სამჯერ გამოგისრიალდა ეს დისკი რა პონჩი ანუ მაგარი იმეებში ვარ არა მუღამი რა არის რომ ეს ანუ იმიტომ ვიპარავ რომ მისასვლელი მქონდეს შენს მაკასთან რომ აი დისკით მოვედი და მოდი ვითამაშო. თორე მე დააბრუნებ. არა, მუღამე მე ჩემფეხებს დააბრუნებ, მაგრამ მაგით მივდივარ რა, რომ აი ნახე ის მაქვს რა, ბილეთს ვთრეულობ, რომ იმასთან შევდივარ სათამაშოდ რა. იქ სადაც გაჩვენე. ხო, რა შენს მაკასთან იქ შევდივარ ბილეთით რა, რომ აი დისკი მოვიტანე და ამით მოვედი რომ ვითამაშო შენთან რა. და ბიჭო აი ძალიან მოუკვდა, მართლა იმენა მოუკვდი და გამოვედი რა, როგორც გამოვედი. და ამაქ რო აუ ვკვდები და ამაქ რა ამ ზვაკასთან რო აი დისკით მოვედი. რა თამაში? ზუკნუკები. ამოდივარ ამ ზვაკასთან და კარაში ავდივარ ამ ზვაკასთან და მეთქი თამაში გავაძრებით ზუკნუკებს რო ბაზრობდით მეთქი გავაძრებით კი ეს თამაში მეთქი აი ნახე მეთქი და ეს მიყურებს და ჩასადები რატო არა აქ რა ყლეობაა. ის რაგლი გელოდება რომ ერთად ჩაწე. ანუ ეს რა ყლეობაო ჩასადები არა აქ ესე რა ჩვენ ყლედ მინდა. და ბაითი რატო არ წამოიღეო საიდანაც წამოიღეო. არა აუ ჩასადებიო ანუ მე მომოთი ასე ამას ხო მოვიპარე მეთქი ხო არ ვეთყოდი მეთქი ის ხენი მეთქი დავითრიე მეთქი რა ეს დისკი მეთქი რა და მე ჩასადებიო სად არისო ჩასადების დაითრიეო რა ბარემო რა ჩასადები რას ჩემი კარო ანუ დისკი და არ მიშვები სახში შეჩემ ანუ მაინც ვერ ანუ ბილეთით მივედი მგონია და ვერ მივედი კარის ქოშო შეგესრიალები ნაჰად დატესტეთ თქო არ ჩასადებიო და დავყოვე რა ოსტრი ხონდა და ეს დისკი დაუტოვე მეთქი კაი მეთქი რა ჩასადებსაც დავითრევე და აუ გარში ანუ ბილეთი გავაძა შემიყლე არ არის არა ვერ ატარებს ბილეთს რა და კაი მეთქი რა და წამოვედი უკან შეჩება და ჩავდივარ ისევ ამ ნიკუშასთან აუ ჩემი ტიპი რა პროჭი არის ჩემი ნიკა და 12 მეგობარი ბიჭო ჩავდივარ ამ მეგობართან და ლაზერებში ეშვება აუ გადავარეთ რო ჩავდივარ ანუ ეს არის ზუკნუკენის დისკის ჩასადები უნდა მოიპაროს. ხო ანუ იმიტომ რომ მარტო დისკით არ მიშვებენ რა სადაც მინდოდა. არა ხო ბაზარი არის შეჩემა. ხო და ბიჭო რო ჩავედი, ანუ 15 წუთის თემაა ეს, ხო ხვდები, ანუ ეგრევე იმანა, კაროჩე დისკი გააყია და შასტები გააძრევა და ისე მოდიო რა და ჩავედი უკან რა და ჩავედი რო ჩავედი. მარტო კი არ ჩავიდა. რო ჩავედი უკვე. შინელი აკრობატით ჩავიდა ბიჭო. ის ყავ ჯიბეში. ჩეკეთს. ხო და რო ჩავედი. ოთახში უკვე დედამისი ძის რა. ხო და ბიჭო დედამისის ის ეს უყურებს და დედამისის თვალწინ მოპარვა უკვე ჩასადების არის ანუ ის დისკი გახსენი იქ ჩასადები გახსენი დისკი ამოიღე კიდე და დისკი დახურე დისკი ისევ დევს ხო ხო ყველა ეგრე ვაკეთებდით შეჩება სანამ არ შეამოწმებენ მანამდე ვერ მიხვდებიან რა 1 საათია ანუ არ გადის რა დედამისი ოთახიდან რა ანუ ეს დისკი რამენაირად გამოვაძვრინო რა იმიტომ რომ ერთხელ რომ რა ჩასდები ბოდიში იმიტომ რომ ერთხელ ხე დისკი რომ მოვიპარე ხო ხდები უკვე რომ ანუ ამ წამსვლელი ვარ რა უკვე მომპარავი ხარ შეჩება სადაც ის წავიღე ისეც უნდა წავიღე ნახევარი საქმე გაკეთებული და ბოლომდე უნდა გააკეთო სხვა გზა არ გაქვს რა და არის რაღაც მომენტში რადგან დედამისი გავიდა და როგორც კი გავიდა ეგრევე დავითრიე ეს დისკი ის თამაშობს როგორი გართულია იცის ჩასადები როგორი გართულია იცის არც მიყურებს რაღაცა ნიკუშ მეთქი გავედი არა ვერ გიყურებს იმიტომ რომ სულზე ვაკაგან გართული შეჩება თქვია რომ უნდა შემოქმედოს რანაირად დაგინახავს ეს ისევე შევიდე იმის ქვეშ რა ქვია მაიკის ქვეშ შევიდე შეიდვა და გამოდივარ და კარები გავახე და დედამისი მხვდება რა სად მიდიხარო რა და რა შეიდეო და ბიჭო აი ოფლი არ ქვია აი თეთრი გავხდი ალბათ ეგრე მომეტავთ იმიტომ რომ აი იმ წამს მოუკვდი თლიანად აი მენა მოუკვდი და მეთქი გავდივარ მეთქი რა და
რა მიგაქო რა? ანუ ეთყობა მიხვდა, რომ რაღაც უცებ წავედი, ისე უცებ მოვედი. როგეთ მასშტაბები მე ალბათ შეძლო შემო. მაგრამ კიდე კაი დედამისის საყურეები ქონდა ამ დროს. აი ამ კროებს უკან დავდებო. არა, ზუკნუკენის დავტოვებდა ოქროებს წავიხეთ. ბავს ნათლობის ჯვარი მოპარა, შეშეზედეკეთა და უკიდან მივიდა რომ თამაშობდა. ეგეთი რამე ცხოვრებაში არ მიგრძნობა. და გაგფაქტა რომ ეგ მიქონდა? ხო, ანუ იმიტომ რომ პრესიც არ ქონდა და კუთხედი რატო გაქონდა? ანუ რა გიდევსო, რა მიგაქვსო რა. და ანუ იმენა ეგეთი რამე არც მანამდე და არც მერე აი ცხოვრებაში. ანუ თქვი რას მიქონდა? ხო და მეც რა ვთქვი ხო რა. მოინტერესებს არა, კი მეთქი ხო, მეთქი ანუ დისკი მეთქი რა და აი ხო. და დისკი არის თუ შიგნით და. მეთქი დისკი მეთქი, PlayStation-ის დისკი მეთქი, კი არა. ანუ ეხლა დისკი არა. თანამედროვე დროში არაფერი შეიცვალა, მაგრამ ტისკი, ოღონდ ეხლა არის ზაყლე ხუმრობა, კაი გაგძ. და ანუ ოღონდ აი იმენა აი რა დამართა და დედამის მართლა ძალიან მაგარი ხარი. იდოში გამომართვა და ისო აი არაუშავსო მართლა რა. აი არაუშავსო, უბრალოდ თუ აქ აღარ მოხვიდეო. ოღონდ შევასალმოთ დედამისის საყურები უკეთია შეშე. ეგრე გადის. და პეჭდები ხედავ. მართლა ეგეთ რა. აი ოღონდ უნდა გეკითხე ესე იმ დავტოვოთ ხო? იმიტომ რომ ქიმწმენდა გახსნა ეს დაბლაში. ჩასადები გაგატანა? არა, ანუ გამომართვა და კაი არაუშავსო, მართლა ჯიგრუოთ, აი ძალიან ჯიგრუოთ მითხრა რომ კარგიო, მე ანუ არაუშავსო. ეხა პოსტ აქედან ინდი ნახვიო. ხო, ანუ ეგრე გამოვიდა რა, კარგიო, არაუშავსო, მაგრამ აღარ მოხვიდეო აქ. ერთი რაღაც მაინტერესებს ამ ისტორიაში. გასაგებია მეთქი და წავედი და აი გზაში მინდოდა რომ მეთქი ეხა. გზაში მიდის და ფიქრობს რომ ყუთი დარჩა დისკი მე მაგ. დისკი მე მაგ საყურები რა კანალებში მიწვია. მაგის მე იმ დღეს რომ იქ აღარ ავსუარ ეხა იქ თამაში კი არა, რეზონეკი და ყველაფერი არის რა. ხო და იმიტომ მოვყევი რომ რა მინდა რომ ეგ რაღაც განთავისუფლდე, გინდა რომ განთავისუფლდე. ამ ყველაფერს მოვიხსენი, ხო? შევა რა ვიცი. დაი შეჩემა. მართლა ეგ იყო რომ ანუ კარგი შეჩემა. დაი ყველას მოგვიპარია რაღაცა შეჩემა. მართლა ყველას მოგვიპარია რაღაცა, მაგრამ დისკი არ მომიპარია. ზუკნუკენის დისკი მაგრამ ევასებოდა. ხო არ ავსუარ რაღაცა და საყურეები. იმის შემდეგ აღარ მინახავს რა. იმის შემდეგ აღარ მინახავს ეს ბიჭი რა. ნიკუშა მართლა აღარ მინახავს. რას ნახავდი? ხო, ანუ იასლია რომ მე ის ვიყავი. ვერ გნახავდა. თუ ამას უყურებ ნიკოშ, იმენა. ის ზუკნუკენის დისკი კიდე გვაქვს. და აქედან თუ შემო ჩასადები მოგვიტანო. აქედან ბოდიშ უხდი რა მართლა. იბეიზე უნდა დავხო. აიცა ბოდიში მომახტევინებ. ხო, მიდი. შენ ხო ბოდიშ გიხდი აქედან. და მე მეორე ერთი მაგრა დავლიოთ და მაგ ზუკნუკების დისკს ავანაზ. კიდე რაღაცას მოგპარავს უეჭველი. ავანაზღაურებ რა. საფულე მაინც დატოვეთ. აცო ეხა. მე ხლა რა მეგონა, ერთი მაგ ზუკნუკენის დისკი დედაც. ბიჭო, მე შეუჭამე ერთხელ მეზობელს ტორტის ბისკვიტი და გავფაქტეს. ტორტს აკეთებდნენ და მე კიდე წომლად დავდივი და ბისკვიტს ჭავდი და ბისკვიტი რახული გასაკეთებელი იყო ძმა. გადახადეს კუთხე მქონდა მოჭმული და მეც ბავშვობაში ჩემი ჩავარდნილი ბისკვიტები მინახავს მაო რა. იქმე ხალი ბისკუტები შეჭამა და მასე წარმოიქნა ჩიზკეიკი მერე. არა, იქაც მე გამფაქტა იმან რა, ვის სახშიც ვიყავით და ხა და ნიკუშ მოკითხვა და იზვინი ნიკუშ, და აქედან თუ გამოჩნდები მართლა ჩემზე იყოს ერთი კაი სუფრა. ბაზარი არა, ბოსა საფულე დატოვე სახში მაინც. ჩემ ისტორია უნდა მოყვა ეხლა ხო, მე ისტორიას მოვყვები, ანუ ეს ისტორია წინასწარ გეუბნებით რომ შედგება ორი ისტორიიდან, სათადარიკო. ორი ისტორიიდან, რომელიც სხვადასხვა დროს მოხდა, სხვადასხვა რატო გტენის? არა, ხო და სხვადასხვა დროს მოხდა, სხვადასხვა ლოკაციაში, სხვადასხვა სივრცეში. მაგრამ ერთი რაღაც აერთიანებს მათ. ისტორია. ეს ისტორიას რაღაცა აერთიანებს მაგ ორ ისტორიას ერთმანეთთან და მე მათ შორის, მაგრამ თან მეც სხვადასხვა მდგომარეობაში ვარ მაგ ისტორიაში. აი, ნუ იძახე, არ არსებობს. თან ეს დიდეგივე მდგომარეობაში ვარ. ანუ ძალიან რთულია, ცოტა ისეთია, რა ქვია. ძმაო ჩახლართა ჩემო. მოდი ესე დავუждეთ ახლა და ესე მოვუკ. აუ, garçon, mais je peux vous le dire vous chanter? ნე. ნე. რა ბიჭო, რაღაცები მაგ წამოღებული რეკვიზიტები რა.
აგი მომზადილი მოვიდა. აბა, დილდო. რაღაც რეკვიზიტები, ერთი დილდო. არ გავკითხავ შეჭ. ბიჭო, ანუ მე ჩემი ისტორიის განმავლობაში ტყურელი რეკვიზიტია წამოღებული, ჩემი ისტორიის მე ამ ისტორიის განმავლობაში მე მაქვს მომზადებული რაღაც კითხვები თქვენთვის რა. მე თქვი ხა ლექს ამბობდი შე. ანუ ვის უნდა ეს დავწერე ისე რაღაც. ვის უნდა 20000 ეხლა როცა ავსტრიკონსტერ შუაღამე იწვის ნება შენია აბა შეგა გალაქტიონის შეჭე რაღაც კითხვები მაქვს ბოლო ჩამოვწერე რომ არ დამავიწყდეს რა და ამ კითხვებს დაგისვამთ ამის განმავლობაში რა ქვია ჩემი საუბრის განმავლობაში და რაღაც ქულებს დაგიწერთ გამარჯვებულს ეკუთვნის მე რაღაცა პატარა სიურპრიზი მაქვს პრიზი მაქვს გამარჯვებულ კი უილჭველი ვიგებ აი ეს რო ამოხიე კაი მაგრამ აი დირკა რატო აქ კიდე აი ფურცელს აი ორი აი იმაში ხო ეს ჩასმული გადირკო მაგრამ აი მითი არ არის ჩასმული გადირკული შეხა ვა ჰომოსექსუალისტ არა რო არავინ გამოიყენებს всё რა წკაბდა всё მარა ლევა გამოვა ეგრე რა დაწერილი ისტორიები ამიტომ ეს სულ მინდოდა რომ გამიკეთებინა აუ ამის დადგმული კარგი სტრაკი მომხარვე ეს ყველაფერი ჩავკუჭავთ არ გვინდა ეს კინოში ვარ შეჩემა თუ ეს არაფერი არ გვინდა აყარე რა მე რაღაცა გზაში მოვიფიქრე ისტორია და მას რამდენია ნაზრუნი მაგრამ ქულები ნაზრუნი ჩემი ქულები ხონდა ქულები უნდა დავწერო ამიტომ მოდი დავაბრუნოთ უკან ეს ყველაფერი ეხა დახეული რომ დავაბრუნოთ შენ ბიჭო შეხوارა გაქვს დავაბრუნოთ უკან შენ ბიჭო შეხوارა გაქვს ეს სხვა გადაცემა ბიჭო ეხლა უყურე პროჭების გადაცემა იქით იწერია და ფოკუსნიკების იქით და გადით ეხლა რა აქეთ იქით რა ეს რაც ეწერა ისა ხوار ხათო არ გამომაყალევ შეჩემა ლაშა აქედან მოკითხვას რომ შეგიძლია არხი დაუთბო კალამი მჭირდება რა ქულები დაგიწეროთ კალამი გამოიღე ნესტო და რაღაცა ქენი შეჩემა სადაც შეჩემა ამდენი რქენი კალამის რაღაც ტრაკიდან გამოიძრე კალამი მართლა გააძრობს ეხლა საიდანაც კალამი გააძრე ბიჭო რაფერის კალამი გინდა დაგმულია მე ხა მივხვდებია შეშ ოდი ზმავ გაყიდა ისო ზმავ გაყიდა შეჩემა აყალე ფოკუსნიკი არის იმენა ნახევარი აი ჩემი ძმა აყალე ფოკუსნიკი მე კი არა რა ხესლობა გააკეთა როგორ გააჩვენე მაგია გადამაგია ტრაკი ოპა კალამია პიზდეც აუ მე ყაი წეღა ფურცელი ნახია გაამთელა და პასტავე რა ამუშავა შეჩემა სარიელი კალამი რატო გაძურა ალბათ აი გული მოგიტანის მარტო გულით დაწერე ო გული აუ ძალიან ცოტა არის დარჩენილი სხვათა შორის ჩაუ ჩემი იმენა ამის გუდინი კარგი მოთხარ ფოკუსნიკი მოგლეთ პირველი ისტორია ეს როგორც გითხარით რომ ეს ორი ისტორია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომენტში მოხდა პირველი ისტორია ხდება 2 წლის წინ 2 წლის შეიძლება ცოტა მეტი 4-5 და ასევე გეუბნებით რომ ამ ისტორიების განმავლობაში რაღაც შეკითხვებს დაგისვამთ და შესაბამის გულებს დაგიწერთ ვინც მიპასუხებს ეს იქნება ეს რა თქმა უნდა ნახე როგორ ვაიგებ აუცილებლად ხო და პირველი ისტორია 2 წლის წინ მოხდა შეიძლება მეტი დროც იყავ გასული არ მახსოვს ზუსტად მაგრამ უეჭველი მახსოვს რომ არასკევი საღამო იყო დაახლოებით ანუ ზამთარი უკვე დამთავრდა და გაზაფხული იწყებოდა ზაფხული ეგრევე შემოდგომა მოდის გაზაფხული არის ამინდი ბიჭებს დაურეკე ახლა და გადავწყვიტეთ რომ წავსულიყავით რაღაც ღონისძიებაზე სად წავედით საბილიარდოში ერთი პასუხი შა ბოზებში იასნა მეორე პასუხი ლუდის დასალევად ფუ რა ყლეობას ბაზრობს შევარნაძე -1000 ქულა იმიტომ რომ წავიდა -1000 ქულა შენ გააქვს +7 ქულა -1000 და +7 რა რეინჯი აქ ძმა შევა გამოიღე ობახას რა თქმა უნდა 40 ქულას დაუწერ ნორმально ბოზებში წახვედით ბიჭო არა სწორი პასუხია პადელზე
ბოზები, იმიტომ რომ პადელი ხო გეების გეების სპორტი არის. სპორტია და ბოზები ხო გეები არიან. იასა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თქვენ ყოველთვის მართალი ხართ ბატონო კობახ. ლუდი არსად ხო მაგრამ. და ესეთი რაღაცა მოხდა, პადელს თამაშობდი, მაგრამ თამაშობდი ძალიან მაგრად რა. ანუ პადელის ფედერერი, ნადალი. პადელოლოგი ხარ. რა თქმა უნდა, ყველას მოუგე აუცილებლად, ყველას ჩავაწოდე და ბოლოს არ ფინალში ვარ ბოლოს. გამოგონილია ეს ისტორია თუ? არა, ნამდვილი ისტორია, თავიდან ბოლომდე ორი ისტორია არის ერთად, რომელიც არის ნამდვილი და ბოლო დარტყმაა და წკაპ და აი როგორი ხმაა დაახლოებით, იცით? აი რაღაცა აი ძალიან სკელი რეზინა რო გაწელო რა შავი გძელი რეზინა შავი გძელი შავი გძელი რო გაწელო და რო გაწყდეს შუაში რა ხმა არის ეგეთი ხო არ არის დამწრის ცოტა არა ხო და ეხლა მე რა მგონია რა თქმა უნდა ნუ გამომდინარე იქიდან რომ მე ძალიან ძლიერი დარტყმა მაქვს ბურთზე მე მგონია რომ მე ბურთს დავარდკე და ბურთი გასკდა სინამდვილეში ჩემი აქილევსის ყესი შავი გრძელი მსხვილი აქილევსის ქუსლი? არა მარტო ქუსლი. გაჩერდა თამაში 4-ვე კორტზე და ყველა მემიყურებს და ხვდები რომ დამეძრა, არაფერი არ მიშველება. გამახანეს სამატყოფოში. და ნუ ეხლა ვემზადები რაღაცა გამახანეს, რაღაც მიდის გამოკვლევები, რაღაც გადამიღეს აქეთ-იქით და ნუ ოპერაცია სასტრაფო ჩასატარებელი რა. სასტრაფო აქილევსის ყესი მაგ გაწყვეტილი. ანუ უბრალოდ მაინც შეამოწმა ყოველი შემთხვევისთვის. ვისაც არ ქონიათ გირჩევთ ძალიან სასიამოვნოა. ერთხელ მაინც ცხოვრებაში გავიწყვეტოთ. კი. თქვენთვის ვარ კითხვა, როგორი ნარკოზი გამიკეთეს? აბა, დავაი, პირველი ხარ ისევ შე. როგორი ნარკოზი გამიკეთეს? პროჭული. შვენიერი, მე შენ სამკულას გიმატებ. რამდენზე? მე ვფიქრობ ღრმა ნარკოზი. 97 ქულა. ადგილობრივი. აი, ნახე, სამივე ერთად რო იყოს ღრმა, პროჭული, ადგილობრივი. მინუს 79 ქულა შევას, იმიტომ რომ ახლავს იყო პასუხი და მაგრამ ამის პრიჩოსკა არ მევასება ძალიან ყლეობა ჩემი აზრით. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა დღეს. და ანუ სინამდვილეში სწორი პასუხი იყო სპინალური. ახლოს იყო ანალურთან. უძდელობისთვის მინუს კიდე 15 ქულა. შეჩემა ვერ მოვიგებ. ვერ მოიგებ. დადგა ჩემი დრო, შევედი და ანუ ასე დამსვეს. ესე დოინჯით? ხო, მართლა ესე დამსვეს მართლა. დოინჯით. და ზურგი ამიწიეს ბიჭო. ზურგიო ფეხზე აკეთება? სპინალურია. ანალური. გავიგებ. შენ ანალური რო თქვი, მაგის გამო დაგერხა, არ თქვი ანალური, მაგრამ ყველაზე ახლოს იყავი, მაგრამ პრიჩოსკა ძალიან ცუდი. ხო და ბიჭო მისმევს ზურგზე რაღაცეებს მისმევს ეს კაცი მე კი რას მისმევს ეს არისო აძინაძინ ნუ გააკეთეთ ეს არის მასაჟიო ხო მე მაგაში მე არ ჭრის ჩემთან ხო და ეს რაღაცას იმას შვება რა ქვია ზურგზე მისმევს რაღაცეებს და ბიჭო უყურებ და ჩითავს აი ამ ხელა ნემს ტიპი რა ამ ხელა ნემს ტიპი და ეს ახლა ხერხემალში უნდა გაგიკეთო რა დავატირე ცოტა ოფლა მომასხა სულის პირზე მოძრაობს, მაგრამ თან არც გადადის, არც ამ ხელას ექიმი იკეთებს ამ ხელას, შეჭება ცხოვრებაში მესამე. არ იმასქნაო, არ გაინძრეო ცოტა. შეიძლება რამე დაგიზიანო. ანუ დიდი შანსი იყო რომ დავატირე. შენ ახლა პროსტა მჯდარიყავი, ხო და მე მზად ვარ რომ ჩემი აზრით, აი კომენტარი არ უნდა გავაკეთო. მე მზად ვარ რომ მარჯვენა ფეხით ვიარო, მეთქე ამ ყლეზე ვკიდია, მარცხენა ფეხი არ მინდა. მედდები იმას ვქენი, რა ქვია, გავყარე. არა რუსულ ენოვნები მედდები. არა რუსულ ენოვანი მედდები, უნდა გითქვა, ხო? მაგრამ ხო. პროსტა ანუ მაგით რა აღწერო რომ ანუ ქართულ ენოვანი მედდები იყვნენ? ხო. ხო და მე მომწეს რაღაცა ჟანგბადი მაყნოსინეს რაღაცა და всё და ამან აიღო ეს ნემსი ტოქში მე საბოლოო ჯამში და განახარა და მეთქი ესეთი მეთქი სპინალური ორგაზმი განვიცადე პირველად ცხოვრებაში ადრჩი ეტევა ეს აი ანგელოზის მეოთხედ ორგაზმი სპინალური ორგაზმი განვიცადე
ხო და შემიყვანა შეგნით იმას ქნა რა გაგიხარ შეგნით შეგიყვანა ხო და ეს ყველაფერი კარგია და ვზივარ ახლა და რა ხდებაო ახლა ცოტა სითბო ფეხებში ჩამოდისო აუ ბიჭო შეხوار რამე ეს რომ მორჩა ექიმი მე ეგ რამეს ცოტა სითბო ხო ანუ უნდა ჩამოვიდეს სითბო ხო ზურგიდან ზურგიდან ფეხებისკენ მე დიახ მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ეს არის ანესტეზია შეიძლება სხვა რამე ჩამოდის ხო არა მე მაგით არ მიკითხავს პროსტა და მე ყველაფერი რა დამაწვინეს მე თან ცოტა მეშინია ექიმი ჩაცმული იყო რომელი ეს ვის გიკეთება თუ გახდილი არა ნუ ჩაცმული იყო რაღაცა ის შენას ხედავ უკან გედგა ყველაფერი ესე დაგიძახა მე მეკეთა შეჩემო ხო და დამაწვინეს მე და მიკეთებს ოპერაციას და ნუ გამიჭრა ფეხი თან ტიპი ანუ ოღონდ მართლა გიwabო ვარ ცოტნეც დამეთანხმება ფოტოებს იღებს ჩემი ფეხის გაჭრილი ფეხის და მაშინ ნახე რა და ზროული იყო შეჩერა დადაო ოპა ეს რა არის შეჭო ეს ცოტნეს ისა მალენსიაგა ეს იმას შემიკერა ბალენსიაგა ოპერაცია დამთავრდა იტოქში რა და მთავარი მომენტი მიდის ამ ოპერაციის შემდეგ შემიყვანეს ახლა იმაში რა ქვია პალატაში 0 კაციან პალატაში მესამე კაცად შემიყვანეს ხა ნუ წევარი იქ და ბიჭო პირველი რასაც ჩალიჩობ ახლა როდესაც სპინალურ იმას ორგაზმს კი არა და რა ქვია გიკეთებ კავშირ სპინალურს რო გიკეთებენ ამის ქვევით რა ქვია წელს ქვემით ყველაფერი მოწყობილი იქ და ვაფშე ყველაფერი ვაფშე ყველაფერი აი სიც მაგას გეტყვი ხო და მარტო ის მაგას განახე ხო და პირველი რასაც ჩალიჩობ ახლა იმაში თუ გაქვთ Kill Bill-ში ნანახი უმა თურმანი რო თითებს ჩალიჩობ შენ რა სამოძრავებდი არ არსებობს შენ რა სამოძრავებდი პირველი კითხვა პირველი რამ რასაც ხელი შევახე ლებოს დაგასწარი 87 ქულა ხო უჭული ყვერები 86 ქულა აუ კიდევ კაი ჩემზე მეტი არ დაწერი ფეხები აუ შევარდნეს ერთი იდინა ანუ შეგეძლო სინონიმი გეთქვა და მე ჩავთვლიდი მაგას ხო არა მაინც მინუს დამიწერდი მაგრამ მინუს დაგიწერდი მას იმიტომ რომ ყლეპრიჩოსკი და წარმოდგენილი და ვაფშე რაღაცა ყლე ქვედატირე სიდის ძალიან ცუდი სუნი აზდის ყურიდან ვა ეს ისე რენდომა მაინც რა შეახე ხო და შევეხე ჩემ კუტოებს ხელი მაგრამ მაინც კუტუებს თუ კუტაკვერცხებს მაგ გეტყვი ახლა ორია კუტოებს კუტუები რა არის ორი აქვს შეჩერდა ორი კუტა ორი ჩერნობილი ესე აქვს თქვენ არიცით მაგრამ რას გძრო მე ვისაც უნდა რომ სხვისი კუტუს შეხება განიცადოს კი შეშო ჯუჯერუკა სპინალურ ნარკოს ურჩევ რომ შეგზნება განიცდება თუ გინდა რომ განიცადოს სხვისი კუტუს შეხება და სრული ეს შეგზნება მე დამეუფლა მაგ დროს და სავარაუდოდ ეს შეგზნება იყო იმაში რომ შავკანიანი მამაკაცი იყო თან პახოდო აი ხუარდა აი შემოქმედა ხო ორი ხელი სამი ხელით რამე სამი ხელით იმიტომ რომ ერთანით შემოვიდა ერთი არა რუსულენოვანი აუ შენ სუნი გაყორჩი მეორე დილით ვიღვიძებ ახლა და ვიყურები და როგორც მოგახსენეთ მანამდე კიდე ორი კაცი წევს ჩემთან ერთად მარჯვენა კაცი უყურებს არა იმათ ისინიც გათიშულები იყვნენ იმათაც ხან იმათაც კიდევ გახსნათ თვითონ ადი ხუი ვის მოკიდე ვაძი ხუია ხო გინდა მოიკიდე მე ვისარგებლებო აუ ისე ვიღაცა რო ყოფილიყო პირიქით რო ყოფილიყო გათიშული და შენ რო კიდე ამას მოჭერი სპინალურია მოდი ძმა დავახმაროთ ერთმანეს და ძმა წელზე მოთხოვა გათიშული მარცხენა მხარეს იწვა ის რა ქვია ვიღაცა შუაღნის ბაბუდა ბიჭო რო გავიღვიძე უყურებ და ბიჭო ბაბუა ჩემს გავს იმინა ანუ როგორ იცი ასე წევს და ანუ ფოტოც მაგ გამოგზავნილი დამემბოწმება აუ შეპროჭო ვიყურები და ვახ ჩემი და ანუ ფიქრობ რომ ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა
ძალიან დიდი ალბათ. არ გამომხიზლებულ არ ხო? ანუ დაბეძრავს და წარუმატებლად. თან აქილევს ქუსლი, ეგეთი ძალიან საშიში ოპერაცია არის. აუ, ძალიან შეჩერებული. ხო და მარჯვნივ ვიყურები და მარჯვნივ რაღაცა კაცი წევს და მაგ კაცზე მაგ საუბარი ხო. ხო და ანუ ტიპს დაემართა, რავი, სასწაული რაღაცა რა. ტიპს დაემართა ესეთი რა, ანუ ტიპი დადიოდა, არ მახსოვს ზუსტად ნიტო ლელოში, ნიტო ელიავაზე არ მახსოვს რაღაცა ეგეც ყვებოდა ამბავს და თან ძალიან ბევრჯერ ყვებოდა. ლელო ერწავს, ანუ პარტიაში იყო თუ ბაზრობაზე? ლილო. ლილო. ნიტო ლელოში. ანუ ავარია მოხდა როგორ იცი? რაღაც მანქანა დაეჯახა მანქანას, ის დაეჯახა ავტობუსი დაეჯახა მარშრუტკას დაეჯახა ველოსიპედის შლემი, ჩაფხუტი გაძვრა თავის თავიანად რაღაცა ტრამვაის და კაროჩი და ეს კაცი ვაფშე პრიჩემ იყო 200 მეტრში იყო იქიდან და ბოლოს რაღაცა მანქანა გადმოტრიალდა და ამას დაეცა ფეხზე ასე რა ამ საწყალკაცს რა ანუ რა აი სასწაული რაღაცა მოვიდა და აფშუაში არ იყო კაცი მიდიოდა იქ თავისთვის რაღაცა აი final destination-ების ფინალი ხო ანუ არ არსებობს ეგ ვერსია რომ იმიტომ ვერ მოიგონეს სცენარისტებმა ეგეთი რაღაცა ვერ გამოიგონეს მე რა მოუბრალოდ ბიჭო თან ფეხი აქ დაშლი როგორ დონეზე იცი აი ვაფშე აი მინდა ნაწილებად რაღაცა გირები უკიდია 19 ასე და ეს კაცი წევს რაღაცა იმენა საწყალი ხო და თან დაჟე ისე ექიმები შემოდიან და რაღაცილებს ბატონო ლეგო ეხლა სპინალური ორგაზმი ხო და ბიჭო ამ კაცი ეს კაცი არის ზესტაფონის რაიონიდან და აქცენტით ეთყობოდა და ეხლა რაღაც სოფლიდან და ეხლა სოფელში როგორი თემაა რომ თან ეხლა სოფელი ზესტაფონში მეც მაგ და ყველა მიყვარს ძალიან კვალეც მოკითხვა ძალიან დიდი ყველას გიორგი ოსაძეს განსაკუთრებით მაინც არ უყურებ მაგრამ თუ შეხედე ხო და ეს ამ კაც ურეკავს ოღონდ ახლა სოფელში როგორი თემაა ყველამ უნდა დაგირეკოს უეჭველი რა იმიტომ რომ ან ნათესავია ან მეზობელია ან ჩერეზ მეზობელია ან ჩერეზ ნათესავია ან ჩერეზ ყანა ხო და ყველა ურეკავს ყოველ 20 წუთში ვიღაცა ურეკავს და ეს კაცი პასუხობს და ისინი იქიდან ეკითხებიან აა რა შოუი რა უახარ ეს გუშინდოს ჯობი ვარ და უყვება მთელი ისტორია შეჩემა და საიდან მოდის და უყვება კიდე ვიღაცა დაურეკავს და რა ეშვები რა უახარ ხა გუშინდოს ჯობი ვარ და უყვება მთელი ისტორიას ის კაროჩე თავიდან ბოლომდე და მთელი დღეა მაგას усმენ შეჩემა ახლა მისტიკას აიხადა სანამ ეხა დამტეს მომიტანენ რომ ტელეფონი ეგრევე არ უშვებს ეხა რა თქმა უნდა დილა და ეს ამას усმენ და ეს გუშინდოს ჯობი ვარ ჩამჩამ მაგიტო მე კიდე კაი გადამიყვანეს სხვა პალატაში კიდე კაი რა ვარესი ვაფშე სხვა პალატაში გამიყვანეს და იქ ვიღაც კაცი იწვა და ის ძალიან ისეთ სპირალური სიყო რა ქვია ოთახი აქეთ იწვა ის რა ამახო შევსა თავისი სპირალური სპირალი გევასება მაგრამ ეს კაცი უყურდება რაღაცას ტელეფონში რაღაცას რუსულად და ვინც გამოიცნობს რუსულად რას უყურებდა ის იმას ჩაუწერ ძალიან ბევრ ქულას რასია ნოვოსტი აჰა შენ გიწერ 90 ქულას კომედი კლუბი 85 ქულა და რუსკი ნოჩი აღლეს დაიკიდე რუსკაი ნოჩი დაბებასა ვარა ყლეთ მაგაკ ამიტომ ბლად რაღაცაში მინ აი 0 ქულა всё ისი ლოვი იყოს რაღაც ეგ რა ყლეობები რუსკაი ნოჩი თან усმენდა ბიჭო ხმამაღლა და შემდეგ 2 წლის ანუ არ ვიცი ცოტა ხნის წინ გადის დრო 2 წელი თუ გადის ანუ 2 წელი თუ გადის დღევანდელი დღეები ესე არის ხო და ერთ-ერთი ის 2 წელი არა პრეზენტეი ხო და ერთ-ერთ ქალაქში ვარ წავედით ხა მე და ჩემი მეგობრარი დავით აქედან მოკითხვა რომელსაც სახელის დასახელება შემიძლია და მივდივართ ახლა და იმას დავითას ყავს ძმაკაცი რომელსაც მე არ ვიცნობ და გავიცნობ და იმასთან უნდა მივიდეთ მაგრამ ეს დავითა ის არ მე რო ვიცნობ ხო შეიძლება იცნობ ხო ცემი ხო ცემი დავით მოკითხვა შეჩემა რამე საჩუქარი გვაჩუქეთ ეხა და ეგა რა არის მოკითხვა და აბა რა შვებით რა და მივედით ამ კაცამდე სადაც ის უნდა იყოს და ვხედავთ რომ იქ არავინ აღარაა იმ რესტორანში და ეს უბრალოდ ასე დვია იმენა დვია ოღონდ ეს კაცი დვია იმენა დვია ძმაო დვია
ჩვენ შევედით, ეხლა ჩვენ ცოტა ხანი თავიდან ვღადაობთ რაღაც ეგლუდი დავლიეთ ამასთან ერთად რაღაცა. ეს მაგრამ არ ჭრის და ეს გათიშულია და კაროჩე მაგარი დარხეული აქვს რა ტიპს. ანუ არაფერი არ შველის რა. ანუ რა წყალი ვასხით, ვაცალეთ, ის ნიშადური ვაკნოსინეთ, არაფერი არ ჭრის, პროსტა აღებინებს რაღაცა. ერთი კითხვა მაქვს, ვინ გამოიცნობს ბოლოს ამ კაცმა რა სასმელი დალია. კიდე კაი რა აღებინაო. შტრო. შენ დალია წინა იმაში. 259 ქულა შტროზე. შამპანიური. მინუს 7 ქულა. ხაშურის ლიმონადი. შედღელა ჩალიჩო. 8 ქულა. 0. ანუ მინუს კი არა, გაყოფა 6-ზე. გაყოფა 6-ზე უბრალოდ. 6 არა, 69-ზე, რატომაც არა, 69 ვიყო. ეს იყო შტრო, მაგრამ შენ რო გეთქვა რომ 4 მაგის შტრო? შენ მიიღებდი 1000 ქულას, მაგრამ სულ სამწუხაროდ ეგრე მოხდა და ნუ ეს კაცი ბოლოს გათიშულია რაღაცა და ჩვენ ვინ კაი იქნებოდა. ხო და სასტრაფოს გამოუძახეთ, ეს კაცი წავიყვანეთ მოკლედ სასტრაფოში და ეხლა თან სანამ გავაგებინეთ მაგის კამანდას ცოლს და ასე შემდეგ, ნუ მივყვანეთ სასტრაფოში, ეხლა წევს რა და ისინი ვერაფხიზლებენ რაღაცები გაუკეთეს და კაცი ძლივს გამოფხიზდა. ეხლა პალატაში ვართ მე, ეს კაცი და ჩემი ძმაკაცი რა და ეს ბიჭი გამოფხიზდა და იძახის რომ მაგრამ ებსიაო. და ოღონ თავი არ აქვს არაფრის ურო და მებსია და მეთქი ექცასოვნები ებსია თუ შეიძლება ქალბატონო და ხო და ექცანი მოდის და მოაქვს ეგრეთ წოდებული უტკა რა არის? უტკა ესეთი პლასმასის ტიპი არის და როდეს წამოაცვავ და ანუ როდესაც ვერ დგები შენ შეგიძლია შენი კოტა ჩადო უტკაში და ფიზიქნა მაგრამ პრობლემა რა არის? რომ იმას არ შეუულია თავის კუდა აიღოს ხელში, იმიტომ რომ ძალიან გათიშულია. არა, ყლეზე დაიკიდე ძმო, ყლეზე დაიკიდე. მე მაგ უტკა ხელში. ყლეზე დაიკიდე, აი აქ დაამთავრე ისტორია, რაც გინდა ეხა, ხო და ბოლო შეკითხვა. ბეკა, რაც გინდა? როგორ მორჩა ეს ყველაფერი? ბეკა, მითხარი რომ იმ კაცს სპინალური ქონდა გაკეთებული და მაინც როგორ მორჩა ეს ყველაფერი? უტკაში ვერ ჩადო. აუ, მხოლოდ შემიძლია 4 ქულა დაუწერო. შემდეგი ბიჭო, შენ ჩაფსი და დაიძახე რომ მორჩაო და ეს ჩაფსული უტკა გააწოდე. 999 ქულა. ჩაწყობილია იქ ნახო. ჩაიფსა. ჯიმა ჩაიფსა. აუ მინუს მილიონი. ბიჭო ის როგორ იწერება არ ვიცი. всё, ეს მორჩა ისტორია. ანუ ერთმანეთში ხომ მიხდით რა იყო? რა მორჩა ისტორია, პასუხი რა იყო შეში? არა, საიდუმლო დავტოვებ მე. არ მაწყობს. სინამდვილეში მისი ცოლი შემოვიდა ბოლო მომენტში, როდესაც ასე ვიყავით. და ცოლმა ჩემ ქმარს ხელი უშოვე. უზდელო. და თვითონ გააკეთა. ტვისტი. არა. მე ხო საჩუქარი უნდა გაჩუქოთ. ერაკლეს გონია რომ მას უნდა გაჩუქოთ, მაგრამ სინამდვილეში მე ტვისტი არის, ვისაც ნაკლები ქულა აქვს ყველაზე. იმას მიიღე. შემეყლე ბიუგო საჩუქებს ეხა შეშე. აპარა. უტკა საჩუქებს ეხა უაჩველი შეშე. მოკიდებული. აქვე ეგი ხო? არა შეჩენა. აჰა. ვაა, მაგაში უტკა არ შეეტეოდა. გააჩნია, ჩემი უტკა ჩაეტეოდა. არა, ჩემი შეეტეოდა. მაგრამ ასევე ყურში რომ სუნდი აღარ კონდეს. აგერ პატარა სუნდამო გაჩუქი. ეს რა არის? სუნდამო შეჩემა. პატარა? პატარა, როგორც უტკა. ჯიგარი. მაგი დალია დღეს თუ შეიძლება. დავაი. ამაში დამის კითხვა. მოდი. ამით ვიქნები აქ რომ მოახომე ამას მოვიტანა. არა, ამი დალია ეხლაც. აუ. თავიანთკი ბიჭო, ეს არ ვიცი ახლა უტკა არის თუ არა, მაგრამ მე აქ არც უტკა, არც პრასტიტუტკა. შევასრულებინებდი და ეს რა არის შეჭ? ეს უნამოა თქოს. აი ეს უნამოა. მაგარია, ფერერო როშია. მაგარი სურამო, ფერერო როშე. ნუ გარისკავთ. ნუ გარისკავ. სხვისი კოტოს სპინალური გაიკეთეთ.
აუმარჯოს. მე არ ვსწარ დავაბატო. აუმარჯოს. უგემრიელეს სნექები მიურთვათ Black Dog-ის. ვიმყოფებით ისევ Black Dog-ში, რომელიც არის ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. აბარა იმყოფება, მაგას არ გეუბნებოდი ის. მანქანე მყარებია. და ისევ ტკბილად და გემრიელად მიგვიღეს და ჯერჯერობით არ ყვრიან აქედან და იმედი მაქვს არც გაყვრიან, რა ვიცი, ესე თუ გავაგზელეთ. ამაზე გემრიელი სნექები, მე იშვიათად მინახია. კი, არა, მართლა ძალიან გემრიელია. ალბათ ბევრი გადამეტების და რაც არის, ის სნექები არის. ჩემთვის მე ტოპ. ბუჭე და ლუდი? ლუდი? ყველის. ლუდი ძალიან გემრიელია. რა ლუდია, ჯერ არ ვიცახით, იფიტა. არ ვიცი, იმიტომ რომ სპონსორი ჩვენ არ ყავს და თორე კი გვინდა რომ თქვა რა ლუდია. არ და აქ ესე დავაწერდი. და დადგა ჟამი ყვავილობისა. გავაგრძელებ ესე რომ ეს ყვავილობის ჟამი მაგითო თქვი საროჩკის ხო, პონჩი. სულ ჩავყვავილებული. აუ რა ლამაზია. მე მინდა რომ აღნიშნო რომ ძალიან მაგარი პერანია. არ არის, რა მზეებია. ხო, მზეები, აბარა. კი. რამდენი მზეებია, ამ მაგიდაზე რამდენი მზეებია. მთელი ამბავი არის იმაში, რომ ვარ ალბათ 17 წლის რაღაცა არა, უფრო პატარა 16-15 წლის და რა გიუასებოთ ეს ანგაკლებები არ მომატებები. ბიჭო, არა, ხო ჩავაკელი, იმიტომ რომ გადავთვალე. მაინც ყლე ისტორია და ჯობია პატარა იყო. ხო, რა, უფრო ას გაიმართლე, ბიჭო. ბავშვი ვიყავი და რაც. მაგიო თქვა, მან შეჩება 10 წლის ვიყავი, თორე იყო შარშან მოუვიდა ეგ ამბავი. დისკოზე შეჩე. კალატოზოს მოყარა. კალატოზოს მოყარა, მაგითოს ეს ეხა სხვა გადაცემაში შეჩე. იგივე რომ გადამხდენოდა ხო ალბათ ეხლაც იგივეს ვიზავდი რა და ღამის 12 საათია და აი ბოლო ავტობუსს მიუსწარი რა და ანუ რუსთაველიდან მივდივარ ახვედი თუ პროსტა ნახე რომ გავიდა და არა ავედი მიუსწარი შეუსწარი ბოლო ავტობუსი სავარაუდოდ ერეკლე ყლება ერეკლე ყובה როგორ ქონდა სექსი ღამის ავტობუსში მაგრამ მანამდე რას ვაკეთებთ ბიჭო ავედი რა და ეხა დღესაც რა ავტობუსში რო ავდივარ ეგრე გვიანან რო ავსულვარ ჯოჯოხეთი ხდება და მაშინ როგორი ჯოჯოხეთი ხდებოდა ხო ანუ ძალიან ჯოჯოხეთი ხდება რა აი ვიღაცა მთვრალი გდია იქით ვიღაცა მიწოლილი რაღაც და მაშინ გადიოდა 88 ნომერი ავტობუსი დადიოდა რა მაშინ რუსთაველიდან ნუცუბიძის პლატომდე და იყო რომელიც აი საშუალოდ გრძელი ყვითელი ავტობუსები რო იყო რა აი თუ გახსოვთ რა აი თან გრძელი ყვითელი ხო რა ვიცი კი ხო შუაში აი არ დაიფრით შემო ვა აი всё მოკლე ავტობუსის გრძელი ვერსიები რო ბოლავდა მოშნათ ხო რა მაგრად ხო და როგორ ადგილზე მომიწია ისი დაждომა რომ 4 დასაჯდომი როა და ერთმანეთს რო პირისპირ უყურებ და მე აქეთ ზივა რომელიც გზას უყურებს და ეხა პირისპირ გზას 4-ვე უყურებ შენ არა 4-ვე მიმართულებას უყურებ ალბათ ხო არა ყველა თესლა ძივართ ბიჭო მე გამოგვაყარე მე ვიზეც ისტორიას ყვები ხო ის ვერაფერს ვერ ხედავდა ან ის რაღაცა ვერაფერს ვერ ხედავდა. თავს ხუჭავდა მაგაზე შეიძლება. ბიჭო, კარჩი, ჩემ წინ ზის ტიპი, რომელიც აი, რავი, გათიშულია რა, აი, ჯოჯოხეთშია რა, ანუ აი, თვრალი კი არ არის, იმენა ჯოჯოხეთშია ჩასული რა და აი, ბრძოლობს რა, ცუდად არის რა და აი, გათიშულია, ну, რაღაც აი, მიძინებულია რა, მაგრამ ეტყობა რომ საშინელ მდგომარეობაშია და ტელეფონი ურეკავს რა, აი ეს პერიოდია რომ ეხა არც smartphone-ია, არაფერი რა, რაღაცა ის მაგტიფიქსი урეკავს. ხო, აი მაგტიფიქსი. სახლის ნომერზე. ხო, და აი ვიღაც სახლის ხო და ხვარი გადმოურეკავს შეიძლება ვიღაცა მოწეს. რადიოარი ტიპი უდგას გვერდზე. ტელეფონი რეკავს და მე ძალიან წყნარად ზივა რა, რეკავს, ეხლა მე რა. ეს არიღებს იასნა. ვერ ალბათ. რას იღებს ბიჭო? რას იღებს? ანუ აი ეს ეხავს ერეკლეს. ჯოჯოხეთშია რა. ტელეფონს ვერ იღებს, მაგრამ საშინელ მდგომარეობაშია რა, ანუ გონზე არა აქვს რა ერთი ის და პროცენტი არა აქვს რა ოდნავ რა და სპინალურია გაკეთებული. არა ეკესაა კიბისთვის. საშინელ მდგომარეობაში განაკეთები. ხო და შეიძლება იყოს უკეთესი?
ის არის რა, ანუ ეს რეკავს ეს ტელეფონი რეკავს და ანუ მე არ ვიმჩნევ რა, ეხლა მე რა უნდა ვქნა ამას რომ ტელეფონი ურეკავს და ნელ-ნელა უკვე ავტობუსში აი როგორ იცი იქით ვიღაც ქალი იჯდა იქით ვიღაცა ის რომ აი ხო იცი რომ თავს გამოიჩენენ რომ იქნებ ცუდად ხო არ არის აი იქნებ ყურადღება მივაქციოთ რაღაც და ეხლა მე ვზივარ ამ ტიპის პირისპირ რა და ეხლა ვზივარ და მე არ ვიმჩნევ რა იმიტომ რომ ეხლა რა ყურადღება მივაქციო რა ის ხო არა ვარ ხალე ხო არა ვარ ბოდიში რო ყლებ თქვი არ უკაცრავად ყლებ თქვი გადი დაიძაბა უკვე რა მთელი ავტობუსი ეს ტელეფონი არ ჩერდება ვიღაც ქალმა გადმომძახა რომ შვილო მიდი რა ერთი შეაღვიძეო რომ ტელეფონი არა უპასუხე არა შეაღვიძე ტელეფონი რომ ურეკავსო რა და რავი ახლა მეც მივედი და ძია კაცო და რაღაცა და გადაო ანუ დიდი როჟა მოკლედ შეგვიძება დავიწყე როგორ იცი აი უკაცრავად აი ძია კაცოს არ ვეძახი მაგრამ ეს უკაცრავად უფროსო ამხანაგო ხო რაღაც მე ბერია ხარ შეჩემა რა ამხანაგო და მეთქი იქნებ ცოტა გაიღვიძოთ რაღაცა რომ აი ეხლა ტელეფონი არ აღვიძებს ეხლა ხელის მირტყვამ შეიძლება გააღვიძოს არა რა არა მაგაზე ვერ გადავიდე და სპეციალურია მაგას გაკეთებული შეჭება უკვე 1 წუთი 2 წუთი ესე რაღაც ცოტა შექანებით ვერ 3 წუთი 4 ჩემი და გაყიდულია აი ზუსტად უცებ წამიერად რა მდგომარეობაში მყავს იცი ეს ტიპი აი ესე გადმოწევ გაუშვებ ხელს გაიქანება ფანჯარას ურტყავს შუშა მანამდე არ ურტყავდა მაგრამ შენ ფანჯარას ანუ სათვალეები ძის რა ესე გადმოწევ და გაიქანება აღო თავისი ინერციით ეჯახება შუშას რა და თავს ურტყავს რა და არ ფხიზლდება ეს ტიპი რა იმენ არაფრით არ ფხიზლდება რა ბიჭო რა არაფრით რა შენს ყველაფერი გამოცადა თელი ავტობუსი დაიძაბა რა ეს ცოცხალია თუ კვდარებია ვიღაცა მამი და ვიღაც ის ბებია ის უნდა გეცადა ძაღლები რო ჩხუბობენ ხოლმე როგორც საშველები ხო იცი შეშა არა მეთქი შეშა პირში არა შეშა შეშაპირში იდულს რო აგდებინე რა ძაღლ საშველები უეჭველი ვიცით შეშაპირში პირველად გავიგე გაქანებები არ იყო და შუშასი თავის რტყმა და ბიჭო მე აი ეს იმაში ავტობუსში იმსჯელეს ყველამ და ტელეფონს უპასუხოთო რა და ეხლა ტელეფონს ვინ პასუხობს მე ვარ ისევ ამ კაცთან რა ეხლა ახლოს ხო და ხო რაღაცა ვიღაც ხო არ გადმოვა მამიდა და ხო არ უპასუხებს და ისევ ერეკლემ უპასუხოს კი არ წოდენ ჩემი სახელი მაგრამ ესე მანიშნეს რომ უპასუხე ტელეფონს აუ შენ გაიჩნდა რავი ეხლა პასუხისგებელი ტიპი გაიჩნდა ამოუღე ტელეფონი გაითიშა რა მართლა არ მიპასუხია რა ხო და მე ანუ ამბავი იყო რომ ეს ტელეფონი საუნდა წამეღო ტრაქში ვერ გაუკეთებდი შენც ვერ წინასწარ ხო რა მექნა ამ ტელეფონისთვის და ეს უბრალოდ მაიკა გამოუწია დავინახე რომ აქ მაიკა ჰქონდა ოღონდ მაიკა როგორ იცი აი მაიკა იცვა და ზემოდან პერანგი რო აცვიათ რა მაისური და ზემოდან პერანგი რა და აი როგორ იცი ეს მაისური ხო ჩატანილი ქონდა და გამოუწია და შიგნით ჩაუგდე რა ისეთი გათიშული ამასაც ვერ ხვდება ეს ტიპი რა ხო და ბიჭო უკვე აი ხლა არის უკვე პიკი რომ ანუ იწყება ის ამბავი რომ მთელ ავტობუსში ხდება პანიკა რომ ამ ტიპს რავი თავი ვარტყმევინე შუშაზე ტელეფონი ვერ უპასუხა მაიკაში ჩაუგდე ვაფშე ასე ვერ მოდის რა მაიკასთან იმათთან ჩაუგდე ჭიფში რაღაცები გროვდებიან იმასთან გდია ეხლა ტელეფონი კი ეხლაც შეიძლება იგურეკავს და პროსტა ოპერაცია საჭირო და ატყდა პანიკა რომ ეს ტიპი იბრიდება თუ ან ცუდად არის უკვე რა და რამე უშველოთო რა ხო და რა უშველოთ და ბიჭო ვიღაცამ გააცრო ყურები დაუზილეთო რა ხო და გავა რა ეხლა და მეთქი ამას ყურები დაუზილე რა იმედია ის მამი და გადმოვა და დაუზილოს ყურებს იმათი დაგისწრება ხო ბიჭო იქ ხვდები რომ უკვე ჩემს გარდა ამას ყურებს გადავარა ეს რომ მოდიში გადავარა ეს შეთქმულები არიან და ეს ეკაიფებია შეჭე იმას დაძირავს ყველგან ეგრე დადის შეშო მაგით кайფო ეს მამიდა და ბებიას დახავს იმე და ყურები დაუზილეთ ეხა აკოცეთ პირში ხურში ჩააკუეთ სასწრაფოდ შევარდაძე ხო ბოლო ესე ჩამოდია და ჯიგარი ხარ ხვალ იგივე დროს ხვალ ბოლო ისე ვემжდებით
მამი და ჩამოდის და ბოლომდე სულია და ბებო ყდება უკვე შეშება და აღარ ისეულება. და ბებოს უზილავენ მეორე ჯერზე. თან არა ყველას გადავბა რომ ეს რეისია წრიული შეჯება. ეს ხოდეს ანტეს ჯოჯოხეთია შეჭება. უეჭველია. ბიჭო, მთელი თემა იქ იყო რომ აი მართლა რა ყველას აი საცო დავითვალებით უყურებდი რომ ვიღაცა მეთქი იქნებ გადმომხედე და იქნებ ხოლმე გააჩეროს დელისის მეტროსთან და მოვიდეს და დაუზილოს და აი ყველამ არა იმენა აი თვალებით ისე მიდი და მიეო შენ გარისკეო ისე ყურებით შენ დაზილეო და მივდივართ მეორე პლატოს აღმართზე და მე ვზივართ ამას ყურებს უზილო და ეს დედამოტყნული კიდე არ ფხიზლდება ბიჭო იმენა არ გამოფხიზდას ბოლოს მაინც არ გამოფხიზდა ხوار ფხიზდა არა უჩევს აკეთებ ბოლოს იმ ტიპს რა უშველეს არ ვიცი მე მაგრამ იმ ტიპს ჩვენ ვიცით რა უშველეს მე შემდეგ მაგზავრა შენ რო ჩოხვედი მეორე ამოდა და იმ ბებიამ დაუზღა ყურები უკვე დაზელილია დაზელილია ყურები ყურები მსადეთ და ქირურგები როგორ ბია და არა დაზელილია რა ვიცი მე ყურები მაქვს ნაზელი 88 ნომერ ავტობუსში რა უეჭველი დადგმული სცენა არა უეჭველი აფიორები ესეთი ისტორია ვინმეს თუ გადასხდათ თქვენს თუ დაგიზელიათ ვინმეს ის ყურებით აუცილებლად ესე იგი იცოდეთ რომ ეკეს ვაგზნობინოთ ეს ყველაფერი მან ყველაზე ცუდი რა არის აი დეიდას პიცა ვარ მართლა დღემდე ამ თითებში გძნობ იმის აი იმ ყურის ის რა ქვია რა ანუ მართლა დებილობა იყო აი შოკი იყო რა მართლა აი დღემდე ეხლა წარმომიდგენია ის არის შეჩემა ის რა ქვია ვანგ კი არა და შევა საბჭოთა კავშირში რო იყო შევა იმას რო იმას იყო ჩვენი ის რა ქვია ტრაუმები ბოდიში გამოგვეხმაურეთ ფსიქოლოგები იმიტომ რომ კაცი თითებიდან ვერ იშოვებს ვერაფერს ორი ადამიანი ვართ სამკურნალო მიმართავ ყველა ფსიქოლოგს რომ დამეხმარონ რათა რო შიშები რო ეს ყურის შეგრძნება ამომაღებინოთ ყურის ბიბილოს შეგრძნება და რომელიც ბიბილოს და ცოტა ზემოთაც გაცდა იქ რაღაცა ცოტა ესეც შეუხარო ეყავოთ და ეხლა თლად მარტო ბიბილოს ვერ დაზილავ რომელიც ყოველში ხეჟიშლის ეხლა მაგას გქონდია რომ ყურს აძრებს ყოველთვის ანუ ამაზე ხო კაი ცუდი ხუმრობაა მაგრამ შემეწიე შეგრძნება ამ ამბის მორალი არის რომ ყველა გაჭირებულს დავეხმაროთ რა ბაზარი არა შენ რას გვიჭახუნებ შეჩემა კაც დისკი მოპარე ხო რა მართლა მაგრამ რა თან გაჭირების პერიოდში 90-იანებში არა პროსტა კაცი არ გაჭირებულ კაცს მოპარა არ დაგავიწყდეს შულში ყია და არ ხაჭე და მე მოპარა შეჩემა რა ვიცი და ის გაჭირებულს მოპარა ეგ გავიგე შენ რომ მოინანიე მაგრამ არა გაჭირებულს გაუმარჯოს არ მომეტევა ყველას დავეხმარო ბიჭო ეგ ნიკუშამ უნდა თქვას ჩვენ რა უნდა გითხრათ ნიკუშ ამერიკე დიკუშ სადა გძლად ისტორია იწყება ესე ხო და ისე 91 წელია რომ დავიბადე რა ისე 90 არა იქიდან არ ვიცი ჩვეულებრივი პარასკევი დღე არის როგორც ხდება ხო მე რო დავიწყე ჩემი ისტორია იგივეა იგივეა და პადელზე არ წავსულვარ და წავედი ცეხში იქ ვიღაცები შევხვდით მეგობრები რაღაცეები და ნუ გავჩი ატყდა დალევა რა ბიჭო ანუ იქ გაიჩითა ჩემი წინა სამსახური საიდანაც წამოვედი ზოგადად მგონი ეს არის მიზეზი რატო წამოვედი სამსახურიდან რა ეს ისტორია არის მიზეზი სამსახურიდან წამოვედი იქამდე მივალ ხო და წამოხვედი არა გამოგიშვა გამომიშვეს რა შეიძლება ეს იყო ძირითადი მიზეზი რატო აღარ მუშაობ შეიძლება არ ვიცი გამოუშვეს ხო და მე კი ვიძახი რომ წამოვედი მეთქი მაგრამ აი ხადოს ეხა ფარდა შევა ეხადოს ხო და იქ გაიჩნდა კაროჩე ანუ ჩემი უფროსი შვილი რომელიც ნუ ჩემი უფროსი შვილი ბიჭი გოგო არა აქვს მნიშვნელობა თქო გოგო არა გოგო არის რა ანუ არა ეს გოგო რო არის მნიშვნელოვანი არის და ბიჭო ატყდა დალევა რა და ეს დალევა რო ატყდა რაღაცა ეს გოგოც ნახეთ რაღაცა მივესალმეთ ერთმანეთს რაღაცები და ჭაჭას უბერავთ ეხა ტრადიციულად რას დავლევთ ვიცნობდი კაცო ანუ კარგად ვიცნობდი რაღაცა და ეს კამანდა ერთად ვსვავთ მაგრამ რამოდენიმე სამეგობრო ვართ რა და ეს გოგო ხან იქით გადის ვიღაცასთან დალევს ხან აქეთ მოდი ჩვენთან ერთად დალევს ჩვენც სადაც მეც სადაც მივდივარ ხოლმე ტრადიციულად როგორც ჩვევია სადაც ვიკარგები დავლევ რაღაცა და შევამჩნიე რომ ეს გოგო რაღაცა უკვე ცოტა ისეთი მთვრალია რა ცოტა პატარა ბარბაცებს კიდევაც შენაირად მე როგორ ან მაგრამ ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა მე ხო სულ ეგრე ვარ
ანუ ხო მაგისთვის მაგრამ შენ რო შეამჩნე ჯერ ეგრე არ ხარ. ხო, ანუ მე რო ვიღაცაზე ანუ შევაჩნიე. შენ სულ ეგრე ხარ, ანუ სულ ამჩნევი, როდესაც ვიღაც გორგო ბარბაცებს და მე მიდიხარ მაგასთან. ხო, Sorry, დასვან გამოვიტანე მე. კი. თვალი არის რა ძალიან რა. ანუ აი იმენა უგონო თვალი არის რაღაცა და მეც ახლა ჩემი პასუხისგებლობა რაღაცა რომ ზადა ყურადღება მივაქციო რაღაცა. ხო და რა გადავწყვიტე ახლა რომ ნუ გავაცილო რაღაცეები და მეთქი წამომეთქი რა, ანუ გაგაცილებთ ხო ვიცი რომ ახლა დღეს საბურთალოზე მიდის რაღაცეები და გაგაცილებთ მეთქი და იქიდან რომ ჩვენმა ძმაკაცმაც წამოყვებით რაღაცა და ბიჭო ესე მეთქი რა ახლა რანაირად ვერ უნდა გავაცილო ერთი ადამიანი რა ტაქსში ჩავждებით მივიყვან სახში დავტოვებ უკან წამოვალ გავაგზავნებ ხო და ანუ გამოვდივართ რა და აი ცეხის შუიდან რომ გამოდიხარ რომ გზადაგზა უფრო და უფრო თვრება რა იმზიმდება. ანუ ხელებში მძიმდება. ანუ გვერდზე რომ მოყვება რომ ნენელა უფრო და უფრო მძიმდება რა. აი ჰემოგლობინი უვარდება. შაქარი უვარდება რა, ეთყობა, თორე ნასვამი არ იქნებოდა, მოწამლული იყო. ნაცნობი სიტუაცია. მოწამლული, მე რო ვიწამლები ხოლმე ეგრე დაემართა რა. ანუ მე მოიწამლა და გარეთ რო გავედით უკვე აი ტაქს რო ველოდები. ანუ უკვე აი პროსტა აი ესე კიდია რა. თქვენი და არ იგინება? ბიჭო, ჯერ არ ხმაურობს. ჯერ ჩუმად არის რა. ერთადერთი იკითხა რომ ჯერ დუმილია. ხო, რომელი ხარო? არა, სად მივდივართო რა და მეთქი რა, სახში გაგაცილებ მეთქი და არა, პრობლემა თქი და უკავში ტაქსი მოვიდა და ნუ აი მაინც მგონია რომ გავაწურინებ რა, ლიჟბი სახში მივიყვანო. სახლამდე. ხო, აი, სახლამდე მივიყვანო, იქ ვიცი რომ დეიდამისი ელოდება რაღაცეები, ავიყვან რაღაცე, მაგრამ არც მისამართი ვიცი ესე არაფერი. ანუ იმის იმედი მაქვს რომ ტაქსში ჩავშდებით ზუსტად მისამართი. ხო, ანუ ტაქსი გამოიცნობს. ხო, ტაქსი გამოიცნობს. ანუ ჯაყადაში შევწახნა. ხუთი კითხვა და ტაქსი გამოიცნობს. პირიქითა ჯოპანაო. ეს როგორ კითხოს და პასუხს. ანუ მარცხნე მოხუთ. ხო და ბიჭო, ანუ ქუჩა ვიცი სადაც მივდივართ, მაგრამ არც სადარბაზო ვიცი, არც სართული ვიცი, არაფერი არ მაქვს რა ინფორმაცია. ანუ ერთი ქუჩა ვიცი, საუდა მივიყვანო, მეტი არაფერი არ ვიცი. აი ხიდზე ხიდთან სანამ მივედით, ანუ ეგრე მალევე. ანუ აი თამარების ხიდზე სანამ მივედით, გაითიშა. ვაი, მოწყდა. ანუ თამარ და მეფე ვიღა. ანუ ვაფშე მოწყდა რა. ბიჭო, ჯერ მარტო აი სხმები არის რა. და რაღაცა აი გული რო უნდა ერიოს რა, აი წამზე რო გული უნდა ერიოს და უცებ ანუ ეს გოგო იწყებს, ანუ აი თან სიცილს. აი ცოტა დააკლა, მოს ტაქსში ადგილი არ იყო, თორე ბიჭო, თან სიცილს, თან ტირილს, თან გინებას, თან სად მივდივართ, რაღაცეები რა და ბიჭო, უცებ რაღაცა აი წამოფხიზდება, სახლში მინდა მეთქი მიმყავ ხარ რაღაცეები, ანუ პრობლემა არ არის რაღაცა, უცებ გაითიშება. უცებ წამოფხიზდება, მაგინებს ყველაფერს და გაითიშება. ყველაფერს მაგინებ და ვაფშე. ანუ რაც კი პირზე მოვადგა, აი თქვენი მე ამ ტაქსის საგინა, მე ისე მემაგინა რაღაცები და მე აქედან ამ ტაქსის შეწყობილია ბიჭო, მე ამ ტაქსის აი უთან რაღაცა უკეთილესი გოგო რაღაცა. ტაქსის ესე საგინებს ტაქსის. ის რა იყოს რა? ჭყონოს ურეკავ. მე ჩვენ გავედით და ტაქსით დაგვეწია შენ კარტოზიაზე მოდი რომ დამეხმარო შემოხდა ტაქსი. დამეხმარე რომ ეს ადამიანი ანუ სახში მივიყვანა. აქ თემაში, ანუ. კი, მანამდე იყო. ჭყონოც იქ იყო რა, ანუ ცეხში და მეუთხარი რომ გავაცილებ და მოვალ თქო. და გავჩი მივდივართ კარტოზიაზე რა. ნუ ტაქსმა მიგვიყვანა, ეს ტაქსი თავის გონკებში არის, ეხლა ოღონდ ვინმე ცუდად არ გახდეს მანქანაში და რაღაცებს ნერვიულობს და რო გადმოვდივარ მე მანქანიდან. თორე, ანუ ეს პროსტა ესე, ანუ გადმომივარდა რა, ანუ ვერც დავიჭირე ნორმალურად, ანუ აი გადმომივარდა და ბორდულზე მივსვი რა, ანუ და ეს გვერდზე უზივარ მეც რაღაცა და აი ვცდილობ რომ რამენად გამოვაფხიზლო, რომ მეთქი ჭყონოც მოვა და დამეხმარება რა და რამენად თავიყვანთ, მაგრამ ბიჭო არ ვიცი სადარბაზო რა და სადაც მივედით ერთი 6 სადარბაზოა რა და პროსტა ხო არ ვატარებ ამ სადარბაზოებში. ძალიან გრძელი კორპუსია. ნებისმიერ სადარბაზოში ხო არა ვიყო პროსტა საფულებზე. გაგას ამ დროს ჭყონო შემოვიდა რა და ჭყონო აი ოღონდ თან როგორ არის, ანუ ჭყონო მირეკავს რომ მოვედიო და რაღაცაო და ბიჭო ეს უცებ რაღაც მომენტში გამოფხიზდა რა და რო გამოფხიზდა არ ვიცი ეთყობა ან შეეშინდა ან რაღაცა რა და უცებ დაიწყო კივილი რა ოღონდ როგორი კივილი იცი რომ აი მიშველეთ და რაღაცეები და ვინ არიან ესენი ხო? ბიჭო მარტო ვარ ანუ არა ჭყონო არ მოსულა ჭყონო მითხრა რომ აი მოვდივარო რა ეხა იქ სადაც არის 5 წუთში ვიქნებიო და რაღაცა და ბიჭო ეს კივის რა თან კივის თან რაღაცეებს იძახეს რომ სახში მინდა და რაღაცეები და ხო და ეს კივილი რო გაიშთა ბიჭო ღამე არის რა და ღამე რო არის ისპონტია რა ხმაური ხო მაგრა ისმის რა და უკვე მაგრა რა რაღაცეები კი კივილის ხო და როგორი?
ნახატი როაო. აქეთ. ლებრონ ჯეიმსის ნახატი. ხო და ბიჭო ეს პანიკა რო არის? მაგრამ ნერვიულობ რა, ეხა იმიტომ რომ რაღაც მეზობლებს ვიღაცებს ხო ესმით და ანუ უცნაური სიტუაციაა რა, ვიღაც გოგო ბორდულზე გდია. აქედან ვიღაც ტიპი ადგას და ეს კივის რომ მიშველე და გამივიდა მაგინებს და რაღაცეები და თან იდეოლოთაც ვერ ვიჭერა, ერთი ოჯე ხელიდან გადამივარდასავით და მოპედი იდგა და თავი დაარტყა. ამ მოპედს მოსდის თვალი აქ დალურჯებული და არა ხო ეხლა ქუჩაში ეს უცილობ ვაწოლე და უცებ წინასა და ბაზოდან ერთი 5 კაცი გამოდის რა. ხო და რო გამოდიან, ანუ ისეთ სიტუაციაა რა, ანუ მივხვდი რომ რაღაც ვიღაცა, ანუ სუფრიდან გამოდიან რა და ეს კადრი ხვდება წინ რა. ნასვამი ტიპები გამოდიან. ხო რა, ანუ ის ნასვამი, ისეთი არა როგორც ეს. მაგრამ ნუ არ ჩენ. და არც მე. რავი და ნუ ნასვამები იყვნენ რაღაცა და სიტუაცია ძალიან უცნაური ხდებათ რა, ეხლა ვიღაც გოგო კივის მიშველეთ, რაღაცები მაგინებს, რაღაცები და მე გვერდზე ვდგავ და თან ამ მოპედზე თავს ვარტყმევინე პერიოდულად. და ეგრევე რომ დამინახეს რაღაც მე ჯიგრებო ეს არა რას თქვენ გონიათ, ერთი წამი სიტუაცია ამახსნევინეთ. ეგრევე ცემა. ხო, ერთი წამი მე თქვი, ეგრევე ცემა ტყეპა აქვს, ვიღაცა ასაკეთებდა რაღაცები, არ გვინდა. ერთი წუთი სუდათ არის პატრონო. რომელიმეს თუ შეგიძლიათ რომ გამოვხიზლო და უკეთესად მოული და პახოვდო სადარბაზოს იცით, მე ვაფშე წავალ მე თქვი და ამ ბიჭმა გააძრო, ანუ აი ვისთანაც მე მივხვდი რომ ამან გააცილა რა კამადა და ერთ-ერთი მოbrunდა რომ ჩემთან იყვნენ ბიჭებიო რაღაცაო და ამ ბიჭს მადლობა აქედან არ ვიცი ოდესმე თუ ნახავს. აი ეს 4 კაცი წავიდა. ის 4 კაცი წავიდა რა, ტაქსმა მოაკითხეს, ჩასდა წავიდა და ეს ბიჭი მოbrunდა და ამ დროს ჭყონო ჩემოვიდა. მე იმენო ფიქრობ რომ მე თქვი, სო ძმაო, აღარც სამსახური მაქვს, ესეც ალბათ ეხა ხელში ჩამაკვდება. რა ვიცი და ხო რა, ესეც მე დამბრალდება ალბათ ყველაფერი, სო ალბათ მე სამსახურზე უფრო ნერვიულობ. დამიჭერენ. ჭყონო, короче, და სასწრაფო გამოვიძახოთო რა. დავაიმე. მართლა სასწრაფო და გამოვიძახეთ სასწრაფო. короче, მოვიდა სასწრაფო. ეხლა სასწრაფო მომადგა და რა მოუვიდაო და მე თქვი ეს ვსვავდი მე პატრული გამოიძახეს თავი ყოდან არ ყავ. ხო რა, ნუ მე თქვი დალია და რა გაითიშა მე თქვი და რაღაცა თქვა და ალკოჰოლის ზედოზირება. ამ სასწრაფომ რა ვქნათო ეხლა მე თქვი რა გადავიყვანოთ რა უნდა ვქნათ. გადასხმა რა. მე თქვი ლიჟბი გამოვაფხიზლეთ. რომ საცხოვროს მითხრას და არაფერი არ მინდა მეტი მე თქვი რომ ანუ ლიჟბი აი სახში ავიყვანო დავაწვინო მეტი ინტერესი არ მაქვს მე თქვი და გავჩი სასწრაფო ანუ უნდა მაშინ გადავიყვანოთო რაღაცაო და აი მშობლებიო რაღაც მე თქვი არანაირ მშობლები არ მაინტერესებს მე თქვი ანუ მშობლებს არ მე ვარ მშობელი აქ აგერ მეორე ეს ბიჭია მშობელი მე თქვი ხო და რო ჩავსვით სასწრაფოში ანუ ისე ვაგრძელებს რა მე მაგინა ჭყონოს აგინა სასწრაფოს ექიმს აგინა მძღოლს აგინა ყველას გვაგინებს ვაფშე თან რაღაც მომენტში ტირის რაღაც მომენტში ცივა ბიჭო აი არ ვიცი რა იდოში რა ხობი რაღაც 1 საათის პერიოდს ხო დაჟე ბიჭო არა ხო 1 საათში ხდება დაახლოებით ეხა ეს ყველაფერი არაფერი დიდხანს არ გრძელდება 1 საათი ეგეთ მდგომარეობაში 1 საათი ესე მდგომარეობაში და კორჩი გავაქანეთ საავადმყოფოში ეს ტელეფონი ავიღე რა და ბიჭო ერთადერთი გამოსავალი მოვიფიქრე რომ მე თქვი ტელეფონს გავხსნი მეთქი ანუ Face ID-ით გავხსნით ხო და ვინმე დაქალთან ან ვიღაცასთან დარეკილებს ვნახავთ ხო და დაქალს მაინც დაურეკავ რომ გავაგებინებ და რაღაცა თქო რა თან ტელეფონშიც გავაძრე ისინი რა ქვია Instagram-ზე ხო მყავს და რაღაცა ლაიქებში ვეძებდი დაქალებს ვისაც ვიცნობდი რომ იქნებ იმას მივწერო და კავშირი ვერავინ ვერ ვიპოვე და საერთოდ ესე ვადგავარ იმ სასწრაფოს მანქანაში და ამ ტელეფონს სახეზე ვადებ რომ Face ID-მა გახსნასში ესე არ ხო ისეთი გათიშულია და ისეთი სხვა სახით არის რომ ვერ გავხსენი ეს ტელეფონი და ამაზე ნერვები მომჟა მთელი გზა იმაზე რომ ეხა დარეკავენ მე თქვი ეხა დარეკავენ ან შობელი დარეკავს ან ვიღაცა დარეკავს და შო მივიყვანეთ საავადმყოფოში ეს არის დაახლოებით 3 საათი რა აი უხეშად არის 3 საათი საავადმყოფოში მივიყვანეთ ყველაფერი მოუყევი короче დილის 6 საათამდე თავზე გავარდ გარეთ რა ანუ მე და ჭყონო და ყოველ 15 წუთში ერთხელ შევდივარ რომ მე თქვი აბა როგორ არის და ბიჭო ყოველ 15 წუთში ერთხელ ანუ იმას ვაკეთებ რომ ამას გვაგინა იმას ხო გვაგინა ანუ აი ეს გვაგინა короче აი ნახევარ საათშიც თუ ვერ გამოფხიზლდა ურეკავ მშობელს ტელეფონი შეგატო ტელეფონი მე მაქვს მაგრამ ვერსად ვერ ურეკავ მაგრამ შენც არ გირეკავენ მეც არ მირეკავენ ბიჭო გავიდა და 6 საათი მოვიდა და უცებ ჭყონო მეუბნება რომ არა დილის 10 საათზეო ნათლია ვარო ბავშვი უნდა მოუნათლოო და დილის 6 საათია უკვე წავალო 1 საათი მაინც დავიძინებო რომ არ დავიბრიდოო რა და ყოლოს ფერმ მივალო და თუ რაღაცაო დამირეკეო და რაღაცაო და მე თქვი არა თქო პრობლემა დავაი მიდი მეთქი იქიდან ცალკე თიკო მირეკავს აბა როგორ არის და რაღაცეები და აი მე ჩემი გაჭირვება მაქვს და გარეთ დგავარ ამ მიმღების გარეთ რო ვიდე იქ დგავარ
მთელი საავადმყოფო გავიცანიშე. ვინც კი იმ დღეს დამტრეული იყო, ვინც კი თვალი იყო, ყველა გამოდიოდა. ვიღაცებს ვიცნობდი, მაგრამ ვიღაცები გამოდიოდნენ, ვიღაც ტიპი გავიცანი, ერთი 5 საათი ვიყო. პენსიის დაპატარავის ოპერაცია ვინმეს გაუკეთებია ამ პერიოდში. არა მგონია, ეგეთი არავინ არ გამოსულა. იმ უმეტესად იყო თვალები დამტრეული. ანუ სხვა დროს გამოვედი, სხვა დროს გამოვედი. სხვა დღე არ დაემთხვა ეგ დღე. არ დაემთხვა. და უკვე გადავწყვიტე რომ კაროჩე აი ბოლო ჯერ შევდივარ მეთქი, ეხლა თუ მეტყვიან რომ არ გაიღვიძა, всё, მეთქი ძმას ურეკავ თქო რა და შევდივარ და კაროჩე ამ ექიმმა აი всё ბოლო გადასხმა იყო და რაღაცები წაიბურტყუნა უკეო რა, ანუ ცოტა გამოვიდაო გონსო და რაღაცეებიო და რაღაცები თქო და ერთი 10 წუთიც დაიცადეო. და გამოვდივარ შეძლოს აი თავზე მაგ ხელი შემოტყმული მეთქი რა დღეში ვარ, ან როგორ უნდა მოვყვე მე ეს ამბავი, არა უნდა უთხრა დედამისა რაღაცა და 15 წუთში გამოვიდა ექიმი რომ გაიღვიძაო. აი შევდივარ და აი ექიმა გაიღვიძა. ექიმა გაიღვიძაო. ვიძა ბუნება. და შევდივარ და აი ესე გდია აქეთ-იქიდან გადასხმები, რაღაცები და იქ თურმე უთხრეს რომ აი ვაფშე არაფერი არ ახსოვდა. და ანუ აი რომ გაიღვიძო, თქვენი მეგობარი გელოდებოდა და შევდივარ მე. ეს ჩემი მეგობარი არ არის. თან შევდივარ ბიჭო და ამის კარგის მოვყარ. თან შევდივარ და თან მინდა რომ ვიჩხუბო რომ აი ესე როგორ დაგემართა თან ხო ვერ ვეჩხუბები ეხა ეგრევე რაღაცეები და просто ვიღაცა ათრი. რაღაცა თან გვერდზე ვიღაც ქალი იწვა ის ვაფშე სუდათ იყო რაღაცეები და მეთქი ანუ ყველაფერზე ვინერვიულე მეთქი ვაფშე მეთქი ჯერ მეთქი დედაშენს რა პირით უნდა დაველაპარაკო და რაღაცა მეთქი ან ამდენი ხანი მამას რაღაცეები და გოთერძი დედაშენს რა უთხრა და დედამისი მამის საზღვარგარეთ იყვნენ და ვაფშე არ იცოდე საგულაოდ რო იყო წასული ვაფშე არ დარეკავდნენ თავი ძმა ქუთაისში იყო რაღაც პროექტი და მთვრალი იყო და ეძინა და დედამისი იმ შორსახში იყო წასული და ამისთვის პოსტა გასაღები ქონდა დატოვებული და პოსტა დარჩა ანუ არავინ არ იცოდა ვაფშე ხები რომ მოგება და მტყარში გადაგეგდო არა ვაფშე არავინ არ იცოდა ანუ ჩაგეცი რომ მომკვდარიყო 3 დღე მინიმუმ ვერავინ ანუ ვერავინ ვერ მარტო მე მეცოდინებოდა შეშ მე და ჭყონოს და მე გულში ვიხოდი ბიჭო მეთქი თანაფეზე რომ გადმოვიარე გადამეგდო ხიდიდან ჩემი და დამეთქებინე გავხიზდებოდა და გავხიზდებოდა შარ გავხიზდებოდა არ გავხიზდებოდა თქო და მეგობრებო ნაკლები დალიეთ მორალი არის შენი რომ ნაკლები დავა ნაკლები უნდა დალიოთ shame გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ბექას დასასრულს უახლოვდება მე კიდე დღესაც დიდი მადლობა დღესაც დიდი მადლობა Black Dog Bars რომელსაც გვიმასპინძლა ესეთი მშვენიერი შენთვის სასიამოვნო სნეკები შემოგთავაზეს და ჩემთვისაც და ყველასთვის და შემდეგი გადაცემიდანაც იგივე ლოკაციით დავბრუნდებით თუ არ გავყრიან როგორც განმეორდები აქედან ისევ თუ არ გავყრიან და ისევ თუ მიგვიღებენ და თუ არ გვეჩხუბებიან დიდი მადლობა ყველას გამოიწერეთ არხი კომენტარებში დაგვიწერეთ კომენტარებში არს რა ქვია და ისედან აისამდე კომენტარებში დაგვიწერეთ ვინ გინდათ რომ იყოს ჩვენი და ვინ გინდათ რომ აღარ იყოს და ვინ გინდათ რომ ვინ გინდა რა შემდეგ გადაცემამდე ხო? შემდეგ გადაცემამდე შევხვდებით შემდეგ გადაცემაში აკოცეთ კარგად კორეგებო